მაგრამ საჭმელთან მელანს რა უნდა? მელანს რა უნდა? მე მოვიკითხავ ფელი უფურჩხეთის კოლორიტ ადამიანს მარიანა გიძურაში. გაჭამე, რა დაგიტო, რა გინდა? ახალი წლები იყო, ერთიც მეორეც, შობა იყო. ხვალ აღარ ნათლისღება. ნათლისღება გილოცავ წინასწარ. გილოცავთ. დიდუ. ეგი რანაირათა. მოგეთ, აი მოკიბის გარეშე. მაცადე ერთი წუთი მე რა გინდა? შესავალს ვაკეთებ. შეუყვანე ვიცხასაში საყვანია, არა შესავალ და ეგენ. ყველანაირი აუ რა მაგრაკ დაწერილისიო. გადავიდეთ რა პირდაპირ საქმეზე. მოგესალმებით. ყველანაირი დღესასწაული გევიარეთ და მოგბეს და ეს საცივი, ვინეგრეტი, წვადი, იგი. ყველაფერი და დღეს გვექნება ჭიბურეკი. რა ქვია იმას ობიექტს? საჩებურეკებს თხოვეთ რომ დაეწერათ ჩებურეკზე ცალსაკეჭი ან რაღაცა ისე დაეწერათ რომ ამოანათი რაღაცა ისე დაეწერათ რომ მივხვდარიყავით რა რომელი იყო და ამას შეხედოთ. მოდი სურათს გადავიღოთ ჩასვი. ეგი რა არის ვიჟე ფუფ. რა ფუფ იცი მაგრამ საჭმელთან მელანს რა უნდა? -1. უკვე მინუსი. არ ვიცი ეს შეფასებაც მაღალი ქონდა ამ ობიექტს, მაგრამ მე არ მაინტერესებს შეფასებები. აქ თავარი შემფასებელი ვარ მე. გასხენ. ყველაფერი კაი და სოკოითი? არა, სოკოითი კი არა, დანემთ ის არ უნდა მოყოლო და? რა? სალფეთქები. თუ ეს უნდა გამოვიყენო. ალბათ, რა ვიცი. აუ ძალიან უკვე მინუსი რა. სუნი კაი აქვს ის სიმართლე რო თქვა რა? სუნი კი დავიწყოთ ახ ნენელა მე მგონი ხო? დავიწყოთ. არა ლუკა? შენ თუ არ იმღერე ეს ტრადიცია და ისე ვერ დავიწყებთ ვერაფერს, ერთი სიმღერა შემოგთავაზ. რა ვიღე ისე. ტოპე. ლექსი წაგვიგითხე. მერე ვერაფერი, მოფენიუს ლამას მირჩას, ველოდები ნოუ ჰაუს ავანგარდენ მირჩა. ამას მეგონი ახალწლზე ალკოჰოლმა ტვენდე დაუწყა პატარა. კაი ხო დავიწყე. აი ნუ გადაირე მეიც ახლა. თანმიმდევრულად. რომელია აი? კავკასიური. ესე იგი რას ნიშნავს ახლა? ორი და საქონლით არის მე მგონი. ცოდნი? შენ მე მგონი პირველად აჭამა. არა, პირველ ფასი 6 ლარი. ერთი ცალი 6. ვიზუალურად რო შევხედოთ, ნახეთ, მე მგონი აი ხორცზე შუაში მოგწევთ, ამას წვენი არა მგონია, წვენი თუ გინდა რა ხარ, იცი? ტელეფონი მოანათე და შიგთავსაც დავანახებ მაყურებელს. იმიტომ რომ ლანდი გადის და ჩანს. აჰა. ნახე ხორცი რას აკეთებ შიგნით? აი ბიჭამები. მოკლედ ამაში წვენი ვნახოთ თუ არის რო გინდოდეს წამალთ ერთი წალი წვენი არ გადმოვარდება მე ამაში უკვე მინუსი ჩემთან არის ორი წვეთი. ორი წვეთი იყო. ცუდი რა არის იცი? ალბათ ნახევარი ჩებურეკი უნდა ვჭამო მარტო ცომი რო ხორცთან მივიდე. ცომის თხელია. ხო. ამ მობილს ხილისუნია რა აქ? ნე, ამას არა. ამ მობილს შეფასება ძალიან მაღალი ქონდა. რაფერ ჭამო ჩემი. მე თუ მკითხავ, რაღაც ცოტა მომწარო გემოს დაკრავს და ნუ ერთი სიტყვით რო გითხრათ 5 ლარის ყოლობა ძალიან იყო დრო 6 იყო დრო რომ ამ ჩებურეკს მე ამდე რა ღირდა ბიჭო ჩებურეკი 80 თეთრი 50 თეთრი და ამაზე სამჯერ დიდი იყო ვერ მივედი ხორცამდე ბიჭო თბილი არის მაგრამ გავითვალისწინოთ და მოგვიტანეს კიდევაც გზაში წვენი არ აქვს რა ვიცი მე რო გითხრათ სიმართლე ალბათ 7-იანს დავუწერდი მინუსით. მაგრამ იმ ნარსაჭმე უნდა მეიძუძგნო რასაც კი არა. მიგო რანგანზე მშრალია რა წვენი უხდება ამას. შენსას მართლა არ აქვს და ჩემსას ნახე. ნეტყვა შენსაც ჩაწუწეს. მესროლე ქაღალდი ნიგო სტუდენტია მეგი აბა გორდება ჩემსას ნახჭი ძალიან ბევრი წვენი ლუკა კარგი დაგვიხეთკი აბა შენი შეფასება და მე ვნახოთ რა მე ვიტყვი ასეთ რაღაცას 6 ლარი ხორცი აქვს ცომი აქვს შეკმაზული არ ვარგა რატო არ ვარ არ იყო კაი ამიანო მეწონა სასწაულია თქვა ვერ ვიტყვი მაგრამ ცუდია თქვა ვერც მაგას ვერ ვიტყვი 7-იანი მინუსი შენთან ახლა მაგალითად წვენი არ იყო ჩემთან იყო მე ახლა ამორჩევიჭამო ეს ერთ სტანდარტულად უნდა იყო რაფერ სტანდარტულად
რა ქვია? რა. პასპანდარტო. პასტანდარტო უნდა იყოს. პასტანდარტო, ყველაფერი უნდა იყოს რა, იქით. ცომი ხორცი, ფენაფენი. პასტანდარტო უნდა იყოს და მე ვიკითხავ აქედან ერთ ადამიანს. კიდევ ის მე ვიკითხავთ. ჩვენ მეგობრებო, ცოტა სტილი შევიცვალეთ. რიონი ტივის დავემსგავსეთ რაღაცებში. თხოვთ აპალუკა წავიდეთ ახლა რიონის რუბრიკა წავიკითხოთ. აქვე მე შპარგალკა მახმუმზადებ. ქვევით თუ შეიძლება, ქვევით რომ ესენი. ტიტრები რო გარბის რა. აბა მარჯვენა მარსე თუ მარსე? რა მნიშვნელობა აქვს? თუნდაც ვიდან ქვევით გარბო. მე მოვიკითხავ სოფელი უფურჩხეთის კოლორიტ ადამიანს მარიანა გიძურაშის. აქედა, ჩემი გადაცევიდან. ნახევარ ხო ჩემი? ნახევარ 50-50. 50%. მე ჩემ 50%-ში მე ვიკითხავ მარიანა შენ ვინც გინდა შენ 50%-ში იგი მეიკითხეს. მე ჩემი ძვირფასი გამომწერები მყავს მოკითხული იციან სულ და აჭირდება. ასევე კიდო თუ ვინმე გინდათ მოვიკითხოთ და დაწერეთ ადგილმდებარეობა სახელი გვარ მე ვიკითხოთ ახლა. ხო მე ვიკითხო. აბა რას ვიზა? მე ჩემ 50%-ში მე ვიკითხო. მოდი მე ამას შევჭამ. ცხვრის ხორცითაა ტაშკენტი. მე რა ვჭამ? შენ აფერია. ყირიმსა ცხვრის ხორცი მარტო. ცხვრის ხორცი ან ცხვრის ხორცი. თუ მარბენია ახლა ერთ ადგილას. მე დიდად სურვილი არ მქონდა ცხვრის ხორცის ჭამის დღეს რაღაც ხასიათზე არ ვიყავი და რა ბიჭო? შეჭამ რა დღეს არ და. გახსოვს ის რო ჭამეთ? ხინკალი რო ჭამ ცხვრის ხორცით? სუნი ხო არ ქონდა? რა დამავიწე. ვაფშე აჰა. ნუ მაგას მოვიდა. მასე იყო ჩემი წინაც. გაპარსული ცხვრის სუნი აქვს. გაპარსული ხარანაი. აუ, წამოიღო ცხვისა. გაპარსული რითი? რითი ბიგით. აუ, ჩაკუ. გაროჯული. აუ, რო ჩაკუჩი ასუნი გამოვარდა იცი? აუ. აია. დოუნანას მოძახებიებს სულ რა. მაგის ჭამის სული არ მქონდა დღეს რაღაც. მაგარია. ნუ თქვი ჩვენ ლუკა ჩვენ გამომწერებს ასვაპირებთ ჩვენ 20000-ზე და იმგენზე. 20000-ზე ვაპირებთ წავიდეთ აზიაში. ჩვენ დაუკავშირდით, რა თქმა უნდა, მე რა დვალიშვილს. ყველაფერი კარგად წავიდა, ჩვენ წერეთ და ლუკა გეტყვის რა მოგწერს. პასუხი არ მოგწერს. მაგრამ ჩვენ ჩამოვალთ აუცილებლად ამერიკაში. როდის? დღეს ახლა მოდი 30000 გამოწერს. ხვალ ნათლისღება აქცალია. აქცალია დაკეტილი იქნება საერთოდ. მამალი ლაღიდი ყავს? მამალი? ხო. მამალი ათმინა. მამალი გინდა ხო? ეგ მივიდეთ. ორშაბათია უკვე. მე დანარეკიმ ტრამპს დეველოპარაკი იმ დღეს რა. მე ვთხარი ბატონი ტრამპი. ახლა ვენესუელა, მექსიკა, დანია და რაღაცები კაია, მაგრამ ჩამოვალ ჩვენ და გაგიმთლიანებთ ყველაფერს თქვა რა. თეთრსახში ვართ მიწვეული მაგრამ გაგიმთლიან გაგირიჯგვინებ თავს. თეთრსახში ვართ მიწვეული UFC-ს ივენტზე, ტრამპის დაბადების დღეზე. ტრამპის დაბადების დღეა? მე შენ და ბომბია დამისვით, რა თქმა უნდა, წინა რიგებშია. ბომბია თამადათო. ბიჭო, რა ხდება იცი? იო, თამადათ ხარ და ვაზი. იქანი რამე არეულობა, რამე რომ მოხდეს, ადევიფარებთ ბომბიეს და დევიცავთ თავს. რას გადევიფარებ? მიუშო გადაჭავს. დღეს არ გვექნება ბომბიას დახმარება, იმიტომ ის ტაკ ისეთ რაღაცები ავჭირდება არაფერი. აი ნერდა ვჭირდება რა. აი რაღაცაზე დამიძახე, დასახმარებლად, გახარაცხებს რომ არის. ხო გაჭამე, ჩემურეგი მე რა გიიღო? საბაჯამე. ჩემურეგი არ მიეცი? არ მოუწია. რა ვჭამთ რა? საფირმო. საფირმო ქათმისა. კაი ქათმის. მაგი რა აქვს? საფირმო. შენაცხა დაგვიდო, თუ ბადარ ჩვენ. ო გაჭამე, რა დაგიტო, რა გინდა? იგო. პროსტ ეს ძალიან სუდი ეს რა არის რა, რა უბედურე თუ დებ ცალკე მაინც ჩადებ ეს რა გადაზელია ამაში უფრო ბევრი ხორცია. ხორცი არის. ნუ ნახე ლანდი გადის აშუქზე არ ვიცი თუ ეტყობა თუ არა, აი. ჩემი გოგო სტუდენტი. ღერის? ნიადევი ყური? ეს წნიან. ჩვენ ახლა ჩვენ ვართ კალორიების დეფიციტში რა. ამას ახლა ჩვენ მოვითვლით. ეს არის სუფთა ზეითუნის ეთში ნატივტივები. ეს კალორიები და აფე ამას არა, ყველა ძალიან კარგი არის, სასარგებლო. ნახეთ, ჯერ ხელს დააკვირდით მარტო, აი, უზეთო და ყველა ცომ გამოცდილა. ამას არ აღწვენ. კაია. უიქონია ცოტა. ბიჭო, იმას იმ ყირიმოს მაგალითად მე დაუწერდი ქულა და მავიწლა. იმასაც დაუწერდი 7-იან პლუს. ცუდი არა, მაგრამ ნაფრის გემოა. ან თავიდან ბიჭო, თავიდან ქათამს რო ჩაკვეჭ, რა წინა პლანზე რაღაცას წამოიყვანს, საკმაზების გემოს და მე უკვე შეო რა. ой, საკმაზა. მომისვინი, აი. მე ეტყვი ახლა შენ რა ხდება? და მავიწყ რა უნდა მეთქო.
მე ბიჭო ეს მე არ შევჭამ რა რომ მე იმაში აქვე არ შეიძლება ამდენი საფილმო არის ზოგადად ისეთი რაღაცა რომ საუკეთესო უნდა იყოს ხო და ამას ახლა მაგალითად წინა არ ვჭამე ის მირჩევნია მე მაგრამ ცუდია თქო ამაზეც ვერ ვიტყვი ოპა გამოასხა ცოტა წვენი ამასაც ქონდა გამოასხა მოასხა ნუ ჩაგვიჭა გამოვარდა და რო გავხე გამოასხა რა უყვარს გასხლები სიხრაშუნის წეც აბარებს ასთავარია მიუხედავად იმისა რომ ცოტა გაციებულია და წესით არ უნდა იყოს ხრაშუნა რა ერთადერთი მართლა რაც არ მომწონს აი ეს ჩაფენილი საფეთქებია და საფეთქზე მიწერილი რა ისენი რა ეს არ მომწონს ხო გემოები ახლა ნორმალური არის მე ჯერ რაც გავსინჯე მით უმეტეს პირველად ჩვენთან მოთოვლა მართლა ბატონობა ჩვენთან ქუთ წყალდუაშიც მოთოვლა ჩამოვედით თბილისშიც მოთოვლა თუ თქვენთანაც მოთოვლა რა უნდა ქნან დაწერეთ კომენტარებში ვითართ მოთოვლა დაწერეთ კომენტარებში ახლა ხო მოთოვა ყველგან თელ საქართველოს კი ბატონო დეიდობა ვიდეო იქნება 13 კომენტარი ხო 13 ადამიანთან მოთოვა მარტო არ ვიცი ბიჭო არ ვიცი თან რა მე შალამი მა დედა აფეთქებული ბოლო რამდენი წელი ავი თბილისში რომ რაც თბილისელი გახდი მე 1 3 4 არის 7 მე ხო ვიყავი წასული 1 წელი ევროპელი ხო გავხდი ხო ბიჭო 3 წელია ძიძვერ თბილისელია ბატონი ლუკა მე ცოტა მეტი ასე 6-7 იქნება რა პირველად მოთოვლა თბილისში კომენტარებში რაფერა უნდა დაწერო ახლა მაგი ჩვენთან მოთოვლა ვისთანაც მოთოვლა დაწერეთ კომენტარებში ასევე თუ გინდათ მეგობრებო მართლა ჩვენ გვაქვს ახალი რუბრიკა ნახევრად იღბლიანი საბურავი აქ ამონათდება წინა ვიდეო რომელმაც რეკორდული 369 ნახვა დადო რომელიც ისტორიას და YouTube-ს არ ახსოვს ამიტომ გთხოვთ გადახვიდეთ მოიწონოთ არა ის თვითი გადაცემა არ გამოვიდა მაგრამ პატარა მიმონტაჟე ყავს იგი რა ქვია რა ფერ თქვა ხა მაგ კარგად გაანებე თავი მე ჩვენი საწვალებელი იქნება ამასაც არ დაგვიმონტაჟებს პატარა შეცდომა გეგვიპარა თავიდან დავდებით არ გაგვივარდა ვიდეო რა მაგრამ 369 ნახვა ეს ცოტა არ არის ლუკა ახლა უნდა შევამოწმო შენ 369 ადამიანთან დაგშვე ილაპარაკე ერთი ქორწილია 300 კაცი 371 371 მადლობა მეგობრებო ჩაწერის დროს უკვე მოგვემატა 2 ადამიანი ძალიან კარგი გამოიწერეთ ჩვენი ახი დაგვიწერეთ კომენტარები და ასევე გითხარით სად მივიდეთ ან ვინ მოვიდეს ან რაღაც გადავიდეთ არ უნდა აი ბლაკბობა ამდენი აი ეგ რა არის ეგიც მოიცა მოსკოვური ვჭამოთ მოსკოვში რა ხდება არ ვიცი ნახე მოსკოვში საქონლის ხორცია მარტო ბიჭო ცოტა ისა შელანძღული არის ახ გვაპატიეთ მეტი უკეთესი არ გამა მოსკოვური ერთი ქონდა 2 ბიჭო ნახე ახლა თლა რო საუკეთესო იყოს ეგი სახელი უნაირი ქვია ჰარვარგა ე მოსკოვური არ ჯამოთ ხოცამდე როგორც ყველაში რო ჩავკვიჩე მაინც ვერ მივედი რაღაცა სერიალების გემო ვიგზეი და არ ვიცი შეიძლება გემო რა აჰა პროსა ძალიან რაღაცნაირი საჭმელია რა ლამაზად ვერ შეჭა არა ჯო ერთი 3-4 ლაერთმეტი რო ღირდეს და ცოტა მეტი ხორცი იყოს არ შეიძლება ახლა ვარჩებული ჭამდა რა უნდა 3-4 ლარი ღირდეს რა ამბავია 5 ლარზე ნაკლები არც ერთ ჩებურეკი აღიდა რა 5 ლარიანი ჩებურეკი 5 ლარი ვიო ვიყიდე ხაჭაპურს ერთი კვირა შევჭა სად იყიდი ახლა ხაჭაპურს 5 ლარად მოგადავია ესე იგი მე არ მომეწონა ეს მაგრამ 6 ნახევარი დაუწერდი მე ნახე რომ შევადაროთ ახლა მე ჩებურეკისთვის ძალიან ძვირი მიმაჩნია ეს 5 ლარი და რაღაცა რა არის ძვირი ბიჭო რატო არა 5 ლარი ნახევრად ნებისმიერ საცხობში შეხვალ და იყიდი კუბდარს ჩავთვალოთ იგივე კონცეფციაა რა უფრო დაგანაყაშო უფრო დიდია ვიდრე ეს ხორციც ამაზე მეტი და ვშიგ მოლაპარაკობ სისულელებს 5 ლარად სად ნახე 5 ლარი ნახევრა კაი ერთი წუთი მეც მე უნდა ვესპორო ამას ბიჭო შეხეთ ვინც მუშაობს იქ ადგილზე იმან ხელფას ხომ უნდა იყოს ამ 5 ლარიდან დაში რა გონია ზარეული ეგენი ერთ-ერთი არ იყიდება მაცადე ერთი წუთი გაზი დენი წყალი უნდა გადაიხადოს ადგილი სადაც არის თვითონ გესმა და 6 ლარი ვაფშე არა ძვირი
ჩემი ასეთ. 6 ლარი ამ ხელდა იმაში. ვერაფერს ვერ შეჭამ 6 ლარად. ბიჭო, რაღაც პატარა ლობიანი რო შეჭამ, სასხობში 4 ლარი იზღირდა. მე მან ჯერ მიმაშია. ინტერესებს რა? დაგვიწერეთ მეგობრო ხო ნახეთ ახლა დაახლოებით რა ზომისა ხო აგიქვით რა? დამწერთ თუ ძვირი არის თუ არა ესეთ იმაში ექვია თებურგში 6 ლარი. თან ეს სტრაფიკების ობიექტი ხო არ არის, ან მაინც არის რა ობიექტი არ არის? რაღაცა წაუ რესტორნებსავით რა. ნუ ახლა ვიღაცამ სკამიდადო გარეთ ყველა რესტორანი კი არ არის. მაგრამ უშუალოდ ჩებურეკის მიმართულებით არიან მარტო აქ ის არ არის ხაჭაპური და რაღაცები არ არის. მეც უშუალოდ ჭამის მიმართულებითავა რა სხვა რამე არაფერი. როგორც ეხა ბიკენდიას საკაბაბში მარტო ქაბაბი არის. მოდი რა ეს. ეგრე არის. არ გვინდა ყველა ვიდეოში რა. ნუ ახლა წმინდას არ ვეხევი. დაბიოებს რაღაცას გაუთანაბროთ რაღაცა წმინდა რა. განებეთ თავი ბიკენდი არის ბიკენდის. რა ვჭამოთ ახლა? რა ვიცი. ყვერითო აგერა. ყველი არ მინდა. ეს არის ყველით მე მოდი წინასწარში დაბეჭდილებას გეტყვით რომ უნდა იყოს ალბათ ჩოვლებრივი აი პერაშკი ყველით რაღაც ეგეთ ნახოთ აბა ზეთიანი პერაშკი ოღონ ყველი მე რა ვჭამ ყველით და პიკნით არის ეგ აი როგორია იცი ის ხო გიჭამია ვარენიკი ჩათვალე ზეთში რო შემასკა შეწვა ეგ ვარენიკი რა მოდი მე შევჭამ ლობიოთი მჟავე ძალიან მჟავე ისე ვაქ ცოტა მალიანია რა შობი რა თამაში ცოტა მალიანია და დიდად მე ვერ ახთოვანდი მაგრამ სუდი არ არის ალბათ გამართული ხუთიანი რა ეს არის ლობიოთი მოდი ჩატს გამევიყენებ დავჭაქი ჩვენ ტრაგები გიგევასება. აი მეგობრებო, ნახრეთში რო შეიყიდოთ. უკნა ბოილერი ამბობ. ეს ლობიანი და მოვკეცოთ ასე. აი რა, ეს არ მომეწონა. ზეთიანი ლობიანი ჩვეულები. ბიჭო, მე ახლა როგორც ექსპერტი საჭმელოლოგიის გამხრით რაღაცებს არ უნდა შეეხო რა. რაც არის წმინდა ეგრე რო თქვა, აი მაგალითად ხინკალს რო აკეთებენ და შიგნით რაღაცა შოკოლადებს უშვებიან და რაღაც ესეთ აჯამსანდალს რაღაცებს იმენა არ უნდა შეეხო. ეგეთ ვარიანტი ეგეც რა. ის კეთდება, რა ქვია, ჩებურეკი კეთდება, ჩოლებოთ ხორცით, კაი, გააკეთე, ცხვრის ხორცით გააკეთე იმით, მაგრამ ეს ახლა ყველი და ლობიო და კარტოფილი და რაღაცა პიტნა. საერთოდაც და იმითიც იყო, რა ქვია, რძითაც იყო, მაგრამ შედედებული რძით და მალაკო რო ეხება შინ. შედედებული ზე ქართულად რო თქვა, იგივე არის მალაკო. მე ხო ლუკა პოლიგლოტი ვარ წინა გადაცემიდან ყველა. ენებს რო ფლობ შენ? ენებში რო ხარ მაგარი? ენებში რო ვარ მაგარი. დოქტორების განხრით რა ფერ ხარ? ბიჭო, გამიგია მხოლოდ. ხელი და რამე არაფერი შენაყოფი დაიგენი არა. მაგარი ყველაფერზე ძახი ვიცი რა. ახლა კაი რაცა ვიცი და რაცა არ ვიცი პროფტოლოგობაზე მე პრეტენზია არასდროს არ მქონია და არც მექნება ალბათ. ალბათ. მოკლედ სპორტული რუბრიკა ჩავაკვეხოთ. მეგობრებო, მინდა გითხრათ, წყალტუბოს სამგურაი ძლიერდება. გაუშვეს წვრთნელი ბრაზილიელი, სახელი არ მახსოვს, ვიღაცა ტიაგო ვიღაცა იყო და ტიაგო იაგო და მოვიდა ახალი წვრთნელი ონიანი. სახელი არც იმის არ მახსოვს. აუ წეღანში ხო რაღაც ნიმუშ. ხო, უსურვოთ წარმატებები და წყალტუბოს სამგურალი ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზე რა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩემპიონად. ჩემპიონთა ლიგაზე ჩემპიონად. ესე მე რომ ვათამაშო სამგურაში. შენ ბატონი ლუკა. საგდენ ნახევარდაცვა. ძველი ფუტბოლ პლეიერი არის ბატონი ლუკა. თამაშობდა. ფუტბოლისტის თქვა გინდოდა, ხო? არა, ფუტბოლისტი არ მინდოდა. ფუტბოლ პლეიერი. თამაშობდა ვინგერ. მაცალე. მე არ ვიცი თქმა ინგლისურად. ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა, აგორაებდა იქანე ბურთს. პოზიცია იყო. რავიზაშინიკი იყო ლუკა რა. ზოდია, ვიჯო. რაგი ენებს ფლოფო როიძახის მართალი ყოფილი. გაუნები. ის იტალიური ხო ვისწავლი ამ ზაფხულს. მიდი აბა თქვი იტალიური. თუ არ დაგავიწყდა იტალიური. Buongiorno. Ragazzi, nagezzi. ახლა იმას შეუფლები კიდე, ვიცი ესპანურს შეუფლები? ესპანური აფერა. Puta madre. რაზიგინები აშევარ.
ესპანურიც ვიცი. რას ნიშნავს აი? რა? უტამად. ესე მოკითხვა ერთგვარი რა, მაგრამ თქვენ არ გამოიყენოთ, მაინც ესპანელებთან არ გინდათ. ეგ ნიშნავს მე მგონი რა. ვამოს ვიცი და რავი, ჰოლა და ამიგოს და უტამადრე რას ნიშნავს იცი? იტალიურში ხო არის, მაგრამ დილას ხანერად უნდა მიისწავლო. ხო, ეგ არის ღამის მისამნება. მე შვადღის ვიცი. შვადღეს სადმე რო შეხვალ უტამადრე უნდა დეძახო თუ. და მე მეგესალმებიან რა ფერიცი? რა ვიცი. შეიძლება ვაიდე და ეძახოს. ბევრი ენა ვიცი თქო რა, მე გეუნებით და თქვენ არ მიჯერეთ. კარტოფილის მაინტერესებს აღარ შემილია ამდენი იმის. აი, სოკოთი გავსინჯო მე. ჭებურეკი. მაგითია? კარტოფილი. გონი ესა ნიყვი. იმაზე არ მეთქვი არაფერი, ხო, ლობიოს ჭებურეკზე და ლობიანია რა, ზეთიანი ლობიანი ჩვეულები. ჩვეულები კამასოკვარი, კამასოკო პურთანთან რო ჭამო, ეგეთი ვიდეო აქვს, ოღონ მოკბიჩავ ცოტა ესენი ისხმება რა, ზეთები. რა თქმა უნდა, წვენი არ აგვაქვს. კარტოფილი წვენს არ უშვებს. კაი მე აღარ ვიღებ. ჩვეულებრივია რა, არაფერი გასაგუბრია. არაჩვეულებრივი რაფერი იქნება, აბა მითხარ 5 ლარგის ბოლო-ბოლოს. ჯანი. შეიძლება მალა გონია და არ მეუნები. ჩემია ობიექტი და მალა. ჯანი კი არ 5 ლარია, იზახი, მისაცხა გააკ ეთყობა, ჰოფშორები გადარიცხული და აიძახი. ბიჭ 5 ლარად რა უნდა ჭამო სხვა მითხარ. 3 ცალი ანაკომის სუპი. გააგხედავს მუცელზე მე 3 ცალი ანაკომის. ბევრი რამე არსებობს. წახვალ მაგალითად და რაღაცა ეს სალათები როა და რაღაცა ციციბურა რაღაცები 5 ლარში კარგი ის რა მოგივა ბიჭ კარფურში შეხვდე 5 ლარის ციციბურა იქნება ამდენი. ხო იქნება ამდენი? არა, 5 ლარში ძალიან ბევრია რა. ნუ ბიჭო ჯერ ციციბურა და იგი ერთი და იგივეა, εκεί არის რაღაცა გამომცხვარი შინი ხორცი. თუ გინდათ რომ 5 ლარად ლუკამ გაატაროს თელი დღე, მაშინ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ეს ვიდეო. კომენტარში დაგვიწერეთ რომ ხო ის პაგრიშკის ვიდეო ბოდიში ლინგვისტური იმაში აქვს პოლიგლოტი ხო ვარ მე და ეს ყველა ენა მე ვიტყვი რა ნახევრად იღბლიანი საბურა გადავდივართ ყველა კომენტარებში იქეთ ლაიქებ თქო ხო თუ მოგწონთ მართლა ეგეთი მსგავსი ტიპის ვიდეოები გითხარით ჩვენ გავაგზავნებთ რაფერ ფაქტია არ მოწონს არ უყურა არავინ ბიჭო იმიტომ არ მოწონს რომ იგი ახლა YouTube-მა რაცხა გოუბერა და რაღაცა ვერ გაატარა იმაში რა ფილტრებში და ვერ გოუგდო ხალხს თორე თქვენ შეიძლება 3-4 კაცი შედით ეგრევე ყველას გოუგდებს და ნახავს და გავხდებით პოპულარნები. ანამ ბატონი გიგი მოყვნო. ჭამს. შევაფასებ 1-2 სიტყვით. აი მაქსიმუმ 4. პირადად კმაყოფილი ვარ სიმართლე რომ გითხრა. მოკლედ მეგობრებო, გამოვიზარდოთ ახლა. პოზიტიური ნიუსით დავამთავროთ ჩვენი გადაცემა რა, მე პოზიტიური არ მოხდა რა, რო გითხრათ ახლა. მადურო დეიჭირეს. მაგირა აშ მაინტერესებს მანდურო ეს ტრაქში 10000 მანდურო ფანდურო დეიჭირეს. მაგირა მაინტერესებს 10000 კილომეტრში გიტკია რა მიახლოს არ მოხდა რა, კაი? ახლოს არ დაუჯერეთ არა. ეს არის არხი და ვაგაიქოთ ვიდეო, რა თიხა.